დიაბეტთან ბრძოლაში დამაიმედებელი სიახლეები გვაქვს. ხეროვანი უჯრედების თერაპიამ ინსულინზე დამოკიდებულება მოხსნა ან მნიშვნელოვნად შეამცირა. 2021-24 წლებში Vertex Pharmaceuticals მიერ ამერიკაში პირველი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებზე მიმდინარეობდა კვლევები. ლაბორატორიაში ხეროვანი უჯრედები გარდაქმნეს პანკრეასის ბეტა უჯრედებად და ეს ის უჯრედებია, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ინსულინს გამოიმუშავებს. შემდეგ ეს უჯრედები შეიყვანეს ღვიძლში კათეტერით პორტალურ ვენაში, სადაც მისი ინტეგრაცია მოხდა. შედეგად გლუკოზაზე დაიწყო რეაგირება ორგანიზმმა და ინსულინის გამომუშავება. როგორც იცით, დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკუთარ ბეტა უჯრედებს ანადგურებს. რომ არ მომხდარიყო ახალი გადანერგილი უჯრედების განადგურებაც, პაციენტებს დაუნიშნეს იმუნოსუპრესიული წამლები, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნური პასუხი დააქვეითეს, რამაც შედეგი გამოიღო. 9 ადამიანს ინსულინის დოზის საჭიროება 50-დან 70%-ით ჩაუმცირდათ, ხოლო 3 ადამიანს 90%-ით და მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ინსულინზე დამოკიდებულები აღარ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები დამაიმედებელია, ის ჯერ კიდევ კლინიკური კვლევის პირველ-მეორე ფაზაშია, რაც იმას გულისხმობს, რომ ცდის პირთა მცირე რაოდენობა იყო და დადგინდა დოზირებები, უსაფრთხოება და სხვა მაჩვენებლები. თუ კვლევამ შეუფერხებლად ჩაიარა, დაახლოებით 5 წელიწადში უმეტეს კლინიკაში იქნება დანერგილი. თუ გინდათ გაეცნოთ უახლეს სამედიცინო კვლევებს, მაშინ გამოიწერეთ ჩემი არხი.